საღამო მშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. საქართველოს მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებსა და ხელფასებს 10%-ით ამცირებს. მიბაძავენ თუ არა მათ კახეთის თვითმმართველობები, იტყვიან თუ არა უარს პრემიებზე. სახელმწიფო ფონდი იქნება მილიონი ლარი. ჯერჯერობით არანაირი რეკომენდაცია არ მოგვცვლია ოფიციალურად. ყვარლის 6 მილიონიანი ბიუჯეტი რაში დაიხარჯება 2017 წელს ეს თანხა. მკვლელობა ლაგოდეხში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღი ძმის სიმამრი მოკლა, რძალი კი დაჭრა. შემთხვევის დეტალები. დილაზე შევიწვეთ რომ უკვე დარიახეს. უნდა გაუქმდეს თუ არა ონლაინ სესხები, გამოკითხვა გურჯაანში. მე მაგალითად მეკმაყოფილი ვარ და სხვისი არის. როგორც სატყუარა ისია ეს. გამოსავალი გაუქმებაში არა. საწვავის შესაძლებელია კიდევ გაძვირდეს, რამდენით მოიმატებს. ეთერში ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგეძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგზავნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყურეთ სილქნეტზე მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. საქართველოს მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შემცირდება სახელმწიფო ფონდებიც. კახეთის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების პროექტებში კი შრომის ანაზღაურებასა და პრემიებზე მილიონობით ლარია გათვალისწინებული. ჯერჯერობით მთავრობას თვითმმართველობებისთვის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესახებ რეკომენდაცია არ მიუწია. მიბაძავენ თუ არა გამგეობების ხელმძღვანელები ცენტრალურ ხელისუფლებას და შემოიჭერენ თუ არა კამრებს, ეკათეთრაძე დაინტერესდა. მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს 10%-ით ამცირებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შემცირდება შრომის ანაზღაურების ფონდიც. დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით დაგეგმილი რეფორმების გარდა ჩვენ ვაპირებთ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას. ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შევამცირეთ შრომის ანაზღაურების ფონდი და ასევე 10%-ით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები. მიბაძავენ თუ არა მთავრობას რეგიონებშიც. კახეთის მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის პროექტები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. საფინანსო დოკუმენტი ჯერ არ დამტკიცებულა ყვარელშიც. პროექტის მიხედვით ბიუჯეტი 6.260.000 ლარს აჭარბებს და აქედან ადმინისტრაციულ ხარჯებზე 400.000 ლარია გამოყოფილი. გამგეობაში ამბობენ, რომ ამ ხარჯების შემცირების შესახებ მთავრობისგან ოფიციალური რეკომენდაცია ჯერ არ მიუღიათ და თუ მითითება ექნებათ, გაითვალისწინებენ. ადმინისტრაციულ ხარჯებში ამ ეტაპზე გვაქვს გათვალისწინებული 400.000 ლარი. ჯერჯერობით არანაირი რეკომენდაცია არ მოგვცვლია ოფიციალურად. თუ მოგვივა ოფიციალური პარამეტრები, ახალი მოხდება შესაბამისი შემცირება ადმინისტრაციული ხარჯების. ყვარელში ხელფასებსა და პრემიებზე კი პროექტში მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე თანხის შემცირება არც ამ ნაწილშია დაგეგმილი. სახელმწიფო ფონდი იქნება მილიონი ლარი, რაც შარშან იყო იგივე წელს. და ვფიქრობთ, ჯერ კიდევ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი არ არის დასრულებული და თუ საჭირო გახდა, კორექტირება აუცილებლად შევა. ხელფასებთან ერთად პრემიებიც უკვე გაითვალისწინეს თელავის მერიაშიც და ამისთვის 10 მილიონიანი ბიუჯეტიდან 1.450.000-მდე ლარი გამოყვეს. ქალაქის მერი ამბობს, რომ მომავალ წელს პრემია იმ რაოდენობით გაიცემა, რამდენიც კვალიფიციური კადრის მოტივირებულ მუშაობას სჭირდება. სახელმწიფო ფონდი არ იქნება მაღალი, იმაზე 13%-ზე მაღალი იქნება, არ იქნება საერთო ბიუჯეტიდან, რაც შეეხება პრემიებს, პრემიები იქნება გაწერილი იმოდენობის, რამდენიც სჭირდება კვალიფიციური კადრის მოტივირებულ მუშაობას. დაახლოებით 10.000 ლარით გაზარდეს შრომის ანაზღაურება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში და ამისთვის 8.445.700 ლარიდან 1.077.000 გამოყვეს. ბიუჯეტის პროექტები გამგეობებმა და მერიამ საკრებულოებს დასამტკიცებლად 10 დეკემბრამდე უნდა გადაუგზავნონ. მიბაძავენ თუ არა ცენტრალურ ხელისუფლებას თვითმმართველობებიც ჯერჯერობით უცნობია.
ბიუჯეტის პროექტი განხილვის პროცესშია ყვარელშიც. ყვარელში 2016 წლის მსგავსად 2017 წელსაც 6.260.000 ლარს დახარჯავენ. ძირითადი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვა, თუმცა სოციალურ პროგრამებზე დაფინანსება არც მომავალ წელს გაიზრდება. სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად შრომის ანაზღაურებაზე აქაც სოლიდური თანხა 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. პრემიას კი ორჯერ აიღებენ. ყვარლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტს დღეს გიორგი ბაღანაშვილმა გადახედა. ყვარლის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით არ გაზრდილა და წელსაც დაახლოებით 6.260.000 ლარია. გამგებლის მოადგილის ინფორმაციით პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები იქნება. პრიორიტეტები გვაქვს გამოსახული ასე, ეს არის ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, სხვა პრიორიტეტიც არსებობს, ეს არის სპორტი და კულტურა, რომელსაც დიდი ყურადღება ექცევა და ძირითადად მაინც ჩვენ ინფრასტრუქტურას იმიტომ უსვამთ ხაზს, რომ ტურიზმის ქალაქია ყვარელი, მთლიანად რაიონი და ამ კუთხით უფრო მეტ ყურადღებას ვიჩენთ. მართალია გამგეობაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი სოციალური სფეროა, თუმცა ამ პროგრამაზე 2017 წელს თანხის გაზრდა არ იგეგმება და ისევ 450.000 ლარი იქნება. შარშანდელთან შედარებით 220.000 ლარით გაიზარდა ინფრასტრუქტურული პროგრამები და მასზე 1.528.000 ლარზე მეტი დაიხარჯება. დაახლოებით 1.142.000 ლარია გამოყოფილი კულტურაზე, რელიგიაზე, ახალგაზრდების ხელშეწყობასა და სპორტზე. სოციალურ სფეროში არ გაზრდილა, მაგრამ მქონდა 450.000 და დარჩება იგივე და რაც შეეხება ინფრასტრუქტურაში 220.000 არის გაზრდილი შარშანდელთან შედარებით ადგილობრივი ჩვენი შემოსავლები. ძირითადად აქცენტი გვაქვს გზებზე, წყალი, სანიაღვრე არხები და ასე შემდეგ გარე განათება. ყვარლის გამგეობას უკვე განსაზღვრული აქვს ხელფასების და პრემიების საკითხიც 2017 წელს ბიუჯეტის პროექტის მიხედვით თანამშრომლების ანაზღაურებაზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამაში შედის პრემიებიც, რომელსაც თანამდებობის პირები მომავალ წელს ორჯერ მიიღებენ. მკვლელობა ლაგოდეხში, სოფელ ბოლქვში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ძმის სიმამრი მოკლა, რძალი კი დაჯრა. გავრცელებული ინფორმაციით ოჯახში დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და მკვლელობა სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცების დაპირისპირებას მოჰყვა. ექიმების განცხადებით დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. საქმეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია. თვითონ მათი ნათქვამით მე ასე ვიცი. სიძის მამესროლაოდ. გოგო დაეჭრა თვითონ მისი გოგო და მამა მოკვდეს. თავისი სტუმრები იყვნენ, ანუ მოყვარეები იყვნენ მოსული და ის ამოიღეს და რავი მოკვდეს თავისი იმ გოგოს ქმარი და გოგო დაჭრეს ხელში და ანუ ერთი ბიჭი ფეხში. უნდა გაუქმდეს თუ არა ონლაინ სესხები. გურჯაანში მარტივი შერჩევის პრინციპით გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ონლაინ კრედიტები არ უნდა გაუქმდეს, რადგან ისინი სესხს მარტივად შეუფერხებლად და დაბალი პროცენტით სთავაზობენ. რესპონდენტების ნაწილის თქმით კი ონლაინ სესხები ხალხის სატყვა არაა და მის აკრძალვას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ ონლაინ სესხების გაუქმების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა. ეროვნულ ბანკთან ერთად პრემიერის ინიციატივით მზადდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტი, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ონლაინ სესხების გაცემა. მოგაუგდეს მაშინ აბა ხალხს უნდა ქონდეს იმის საშუალება რომ იცხოვოს. მე მაგალითად რო დამჭირდება, ხან მკვდარია, ხან ცოცხალია, ხო უნდა გჭირდებოდეს, ვინ მოგცემს ფულს და არავინ. მიყოლა კი ცოტა მე გადასახადი მეტია, მაგრამ მე მაგალითად მეკმაყოფილი ვარ და სხვისი არის. სავარაუდოდ უნდა გაუქმდეს, უმჯობესი არის, თუმცა უარყოფითი მხარე ის აქვს, რომ დასაქმებული ხალხი უმუშევრად არჩევა. მომხმარებელი ძალიან ბევრი ყავ, არიან ადამიანები, რომელსაც უჭირთ უკვე გადახდა. და ალბათ ამიტომ უნდა გაუქმდეს რა. არ უნდა გაუქმდეს. აი რატომ არ უნდა გაუქმდეს? იმიტომ რომ როცა უჭირთ ხალხო გამოაქვთ და მაინც ხო იხდიან ასე თუ ისე გადანაწილებით მაინც იხდიან. ონლაინ რა თქმა უნდა არ უნდა იყოს. ერთოდ ხალხის მოტყუებაა. ხალხი ტყუდება, გაჭირებული ხალხია, იმ წუთში უნდა ფული და მერე ვეღარ იხდის. როგორც სატყუარა ისია ეს. რაღაცაში წაუწდებათ ხელი ბავშვებს, მერე ვეღარ იხდიან. ვერც ოჯახი, ვერც თვითონ სტუდენტი როგორ გადაიხდის. ისე რომ უნდა გაუქმდეს. არ უნდა გაუქმდეს, კაცო.
უნდა იყოს, იმიტომ რომ კაია. აი მოსახლეობის რო აიღებ კრედიტს, ეგ არის ნაკლები პროცენტია თუ რატომ არის? კი. პროცენტით ნაკლებია. თან სულ ყველა ვინც ამუშავებენ თანამშრომლებს, ყველანაირ კარგები არიან რა. გაუქმდეს ჯობია, ხო, რისაც ცეცხლის აღება ენდობება, ისედაც იცის სად მივიდეს და სად დაიღოს. თავისთავად ცხადია ჯობია. იმიტომ რომ ავტომატურად ადამიანი მაინც სუსტი არსებაა და მაინც იღებს. აი ონლაინ ძალიან მოსახერხებელია. გამოსავალი გაუქმებაში არა. უნდა გაცნობიერებული კონდეს ის ვინც ეს იღებს. რომ დაფარავს თუ არა. ეს უნდა გათვალოს და რა თქმა უნდა ბანკმაც უნდა შეამოწმოს მისი გადახდის უნარიანობა და ისე უნდა მისცეს ეს. საქართველოში საწვავის შესაძლოა კიდევ გაძვირდეს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საწვავის ფასი სავარაუდოდ 2 ლარამდე აიწევს. მიზეზი კი ნავთობპროდუქტებზე აქციზის ფასის მატებაა. დღეს ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრის საწვავის ფასი 1 ლარი და 98 თეთრიდან 2 ლარსა და 5 თეთრამდე მერყეობდა. საქართველოში გრიპის სეზონი დაიწყო, როგორც მედიკოსები ამბობენ, ამ ეტაპზე გურჯაანში მხოლოდ რესპირატორული დაავადებებია გავრცელებული. ვირუსების მატებას დეკემბერ-იანვარში ვარაუდობენ. ბიჯინის ამბულატორიის ექიმის ინფორმაციით, ვირუსული ინფექციების რიცხვი თებერვლის თვეში კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც ცნობილია, გრიპის სეზონი ყოველი წლის მე-40 კვირას იწყება და მომდევნო წლის მე-20 კვირას, ანუ გაზაფხულზე მთავრდება. მოიმატა მომართვიანობა ზედასასუნთქი გზების რესპირაციულ დაავადებებთან მიმართებაში, მაგრამ რომ ვთქვათ, რომ არის ძალიან მაღალი მომართვიანობა, ასე ნამდვილად არ არის. მომართვიანობა ძირითადად არის 3 წლიდან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში და ასევე ერთეულის შემთხვევები გვხდება მოზრდილ ასაკებში. შარშან განსაკუთრებით მაღალი იყო, პიკი იყო თებერვლის თვეში და ალბათ წელსაც ასევე ასე იქნება. კაჭრეთში სასტუმრო ამბასადორში ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ოფიციალურად გაიხსნა. კურსის პირველი დღე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და თანამედროვე გამოწვევებზე დისკუსიას დაეთმო. ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ჰანეს ჰანსო საქართველოს თავდაცვის სფეროში არსებულ ამბიციურ გეგმებს შეეხო, რომლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას მიიღო. კურსის მონაწილეებთან ერთად დღეს საერთაშორისო სისტემაში არსებული გამოწვევები განვიხილე. მათ შორის თურქეთის ამბოხი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები. რა თქმა უნდა, შევეხეთ რუსეთის ქმედებებს და მისი პოლიტიკის განვითარებას წლების მიხედვით, რაც ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე, არამედ გლობალური მასშტაბითაც. მინდა საქართველოს მოსახლეობას ჩემი გზავნილი გადავწე. საქართველოს სწორი გზით მიდის თავდაცვის სექტორის რეფორმირების კუთხით. ნატოს კარი საქართველოსთვის გაიღება, რაც სწორი გზის ლოგიკა დასასრული იქნება. თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების ეს კურსი, რომელიც რამდენი დღის განმავლობაში ჩატარდება, არის შესაძლებლობა არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთვის, არამედ სახელმწიფოს სხვა უწყების წარმომადგენლებისთვის გაეცნონ და უშუალოდ გაეზიარონ ის ინფორმაცია, ის მოსაზრებები და ის ანალიტიკა, რაც ზოგადად ქვეყნის თავდაცვას და ქვეყნის თავდაცვასთან დაკავშირებულ არსებულ სტრატეგიულ სიტუაციას ახასიათებს. აღნიშნული კურსი მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ უსაფრთხოების საკითხებზეა საუბარი, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად და ჩვენთვის როგორც სამხედრო მოსამსახურისთვის მნიშვნელოვანია მათი მოსწრება, მათი კრიტიკა საქართველოს უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. სოფლიო ბანკისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით საგზაო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შევქმნით უწყებათა შორისი კომისია და ასევე ეროვნული საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკვე მუშაობას შეუდგა და სწორედ ამ სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში ჩვენ წლის ბოლოს მთავრობას წარუდგენთ საგზაო მოძრაობის საგზაო უსაფრთხოების 2017 წლის სამოქმედო გეგმას. მთავრობამ გამოაცხადა თავისი გეგმა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის.
ეს ძალიან ამბიციური გეგმებია და ჩვენ დასახულ ვადებში ყველაფერს ნამდვილად შევასრულებთ. ამ შენებლობებმა და ამ პირველ რიგში გზებმა უნდა სიკეთე მოუტანოთ საქართველოს მოსახლეობას, რა თქმა უნდა. იმისათვის, რომ ეს ინფრასტრუქტურული ობიექტები მოიხმაროთ სიკეთით, პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ, ასე ვთქვათ, მათი გამოყენება. ეს კონფერენცია ზუსტად ამისთვის არის გამიზნული და ჯგუფი, რომელიც შექმნილია ეკონომიკის სამინისტროში, იმუშავებს იმაზე, რათა საქართველოს მოსახლეობამ კიდევ უფრო კარგად გაათვითცნობიეროს, თუ რამხელა დანაშაულია, როდესაც წყოლები არ ღვევენ იმ წესებს, რომლებიც დაწესებულია კონკრეტულ გზის მონაკვეთებზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს არგენტინა საბადოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები და მიღწევები განიხილეს. საზღვრის დაცვის საკითხებზე, უშუალოდ მიგრაციის საკითხებზე და ასევე ტრაფიკინგთან დაკავშირებით ასეთი კონტაქტები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თანამშრომლობა იყოს უფრო ეფექტური, ჩვენ განვიხილეთ როგორც არსებული ვითარება და მიმდინარე პროექტები, ასევე შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარში ადგილობრივების ძირითად საქმიანობას მესაქონლეობა წარმოადგენს. პირუტყვთა რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია აქ სრულად განხორციელდა. გიორგი ჩილაშვილი ამბობს, რომ შედეგად მიკვლევადობა გაადვილდა. კარგად გამოვიდა ყველაფერი და მე მოხარული ვარ, ხა ჩემი პირუტყვი უკვე ბაზაში ფერს როგორც ნებისმიერ ნომერო შეიყვანოთ, მიაგნებთ, კვლევადობა გაადვილდა. ცხოველთა რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია მიკვლევადობის სისტემის უზრუნველსაყოფად. სურსათის მწარმოებელი ოპერატორები ვალდებული არიან ფლობდნენ ინფორმაციას მათ მიერ წარმოებისას, გამოყენებული ყველა ნედლეულის, მასალისა თუ პროდუქტის მომწოდeblis შესახებ. ეს კი საშუალებას იძლევა მავნე ნივთიერების პროდუქტში მოხვედრის შემთხვევაში დადგინდეს წარმოების მთლიანი ჯაჭვის პირობებში, რომელ ეტაპზე მოხდა დაბინძურება და სწრაფადვე იქნა ამოღებული საეჭვო პროდუქტი გაყიდვიდან. ამწუდებაზე ზრუნვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის მიკვლევადობა, იმიტომ რომ ნებისმიერი პროდუქტი უნდა იყოს ადვილად მიკვლევადი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გარკვეული პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში ადვილად მივაკვლიოთ ამ პრობლემის საწყის, რომ დროზე მოხდეს დაავადების ლიკვიდაცია და იქ არ მოხდეს მისი გავრცელება ან მოსახლეობის დაზარალება. მიკვლევადობის სისტემა საქართველოში ახლა ინერგება და მის აუცილებლობაზე სურსათის ბიზნეს ოპერატორებით საუბრობენ. ხორცს პროდუქტების მწარმოებელ ერთ-ერთ კომპანიაში გვიხსნიან თუ როგორ მოქმედებს და რა სარგებლობა მოაქვს მიკვლევადობის სისტემას მათთვის. მიკვლევადობის სისტემას ბევრი დადებითი მხარე აქვს საწარმოსთვის. მაგალითად, პრობლემის შემთხვევაში ჩვენ არ გვიწევს დღის განმავლობაში წარმოებული ყველა პროდუქტის უკან გამოწვევა. ვიღებთ მხოლოდ იმ ნომრის პარტიას, რომელშიც პრობლემა აღმოჩნდა. მიკვლევადობა პრობლემის დაუყოვნებლივ აღმოჩნდის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, შემცირდა დანაკარგებიც. მიკვლევადობის სისტემა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. აქ კონტროლის მექანიზმები ძროხის ღრუბლისებრი ენცეფალოპათიის გავრცელების შემდეგ გამკაცრდა. დაავადებამ, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს შლის 100-მდე ადამიანი იმსხვერპლა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ხორცის ეტიკეტირებას. აუცილებელ მოთხოვნად განისაზღვრა საქონლის დაკლის ადგილისა და დროის მითითება. მითითებული იყოს, რა თქმა უნდა, ესე იგი ეტიკეტირების რის ხორცია და გარდა მაგისა რა წყლოვანების არის ხარისხის მიხედვით. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი განსხვავება კამეჩისა და საქონლის ხორცის შორის. ძალიან დიდი განსხვავება 2-3 წლის დაუშვათ ასე ვთქვათ მოზარდსა და სადღაც 5-10 წლის 10 წლის მოსულად საქონლის ხორცს შორის. ამიტომ თუ ისე იგი რომელ ქვეყანაში მიხედვით თუ ეს ამორტიზებული საქონელი და ხორცი შემოდის როგორც ცილის წყარო სტრუქტურულად დიდი განსხვავება არის და ხარისხობრივად. ამიტომ ავტომატიზებული ამ კლასიფიკაცია უნდა ხდებოდეს სამი და აქ ასაუბარი არა ზოგადად ჯობრი განსხვავება კამეჩი და საქონელი. მიხეილ ჭიჭაყუას დასმულ ყველა საკითხს ვერა, მაგრამ ნაწილს ტექნიკური რეგლამენტი საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ მოაგვარებს. დოკუმენტი საქართველოში 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. რეგლამენტის მიხედვით ბიზნეს ოპერატორი ვალდებულია ხორცისა და ხორცის პროდუქტის ეტიკეტირება განახორციელოს წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
სავალდებულო ხორცის პარტიის შემადგენლობის, გატარებული ხორცის ანაჭერის, ასევე დაჭრილი, შეფუთული და შეუფუთავი ხორცის ეტიკეტირება. ანუ საქონლის ხორცის არც ერთი ნაჭერი არ გაიყიდება ეტიკეტირების გარეშე, მათ შორის არც გატარებული ხორცი. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია არის პირდაპირ ფოკუსირებული მოხმარებელთა ინტერესების დაცვისათვის, რომ მიკვლევად იყოს ყველა ეტაპზე ხორცი და ხორცის პროდუქტები. მანამ სანამ საქართველოში ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება, თვალი გადავავლოთ უცხოურ გამოცდილებას. სერბია 2009 წლიდან 500-ზე მეტმა ობიექტმა დაანერგა სტანდარტების სამთავრობო გრანტებით ობიექტის აღიარების, დანადგარების საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მეშვეობით. საკვების ეტიკეტირების მოთხოვნის შესაბამისობაში მოყვანის პროცესი დაიწყო 2012 წელს. ამავე წლიდან სერბია მონაწილეობს ვაჭრობის კონტროლისა და ექსპერტიზის სისტემაში. ჰასპის პრინციპები სავალდებულოა მსხვილ საწარმოებში, მცირე საწარმოებში კი მოქნილი ჰასპის სისტემა მოქმედებს. საუკეთესო ჰიგიენის პრაქტიკის და საუკეთესო წარმოების პრაქტიკის მოთხოვნები სავალდებულოა ყველა მწარმოებლისთვის. სლოვაკეთის რესპუბლიკა ევროკავშირში გაწევრიანებამდე სლოვაკეთის მთავრობამ მიიღო კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მწარმოებელს ჰასპის გარეშე არ შეეძლო ტრადიციული პროდუქტების გაყიდვა. ამის გამო ბევრი მწარმოებელი იძულებული გახდა ტრადიციული ხორცის პროდუქტების წარმოებისთვის თავი დაენებებინა. სლოვენია ჰასპის სისტემის დანერგვა არ მოეთხოვებოდათ იმ საწარმოებს, სადაც ხორცის წარმოება წელიწადში 26,000 კილოგრამზე ნაკლები იყო. სამაგიეროდ მათ მოეთხოვებოდათ ისეთი სტანდარტების დანერგვა, როგორებიცაა GHP და GMP. ამით შენარჩუნდა ტრადიციული ხორცის პროდუქტების წარმოება და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებიც დაკმაყოფილდა. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. აზერბაიჯანში მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის ინტერნეტში შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო. შესაბამისი კანონპროექტი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა. აღნიშნული კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია 500-დან 1000 მანათამდე ოდენობის ჯარიმა, შრომა გამასწორებელი სამუშაოები 2 წლამდე ვადით 2 წლიანი პატიმრობა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის ღირსების შელახვა, ყალბის სახელის, პროფილებისა და ეკაუნთების გამოყენებით დაისჯება 1000-დან 1500-მდე მანათის ოდენობის ჯარიმით ან 3 წლიანი პატიმრობით. კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთით ავიაკატასტროფაში ბრაზილიელი მგზავრების დაღუპვის გამო ბრაზილიის ხელისუფლებამ 3დღიანი გლოვა გამოაცხადა. ავიაკატასტროფიდან ცოტა ხანში ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფას 6 მგზავრი გადაურჩა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გადარჩენილთაგან ერთ-ერთი საფეხბურთო გუნდის მეკარე მარკოს დანილო პადილია საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადარჩენილთა შორის მეორე მეკარეც ჯექსონ ფოლმანი, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ადგილობრივი მედია ასევე იტყობინება კიდევ ერთი გადარჩენილი ფეხბურთელის შესახებაც. მცველი ალან რუშელი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია. მათი ინფორმაციით, მას ხერხემალზე იმდენად მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული, რომ შესაძლოა პარალიზებული დარჩეს. თვითმფრინავში, რომელიც სან-პაულოდან მედელინში ჩარტერულ რეისს ასრულებდა 81 მგზავრი, მათ შორის ბრაზილიის საფეხბურთო კლუბის შაპეკოენსეს ფეხბურთელები იმყოფებოდნენ. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ გაავრცელა. ახლად აღმოჩენილ პლანეტებზე შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს. მერწყულის თანავარსკვლავედში მყოფი 3 პლანეტა დედამიწიდან 40 სინათლის წელიწადით არის დაშორებული. როგორც მეცნიერები აცხადებენ, იქ შესაძლოა სიცოცხლისთვის ხელმისაწვდომი პირობები იყოს. ისინი ისეთ დისტანციაზე არიან განთავსებულნი, რომ ზედაპირზე წყლის არსებობისთვის საკმარისი. ამერიკელმა მეცნიერებმა უარყვეს ფაქტი, თითქოს ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო სასარგებლოა, ვიდრე სოციალურ ქსელში ვირტუალური კონტაქტი. სპეციალისტების კვლევაში 25-დან 70 წლამდე 12 მილიონზე მეტი სოციალური ქსელის აქტიური და ნაკლებად აქტიური მომხმარებელი მონაწილეობდა, რომელთა მონაცემები მოგვიანებით შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ ინტერნეტით გატაცებულები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც არასდროს ყოფილა სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული. სპეციალისტების აზრით, ჩვეულებრივ ის მომხმარებლები უფრო ბედნიერად გრძნობს თავს, ვინც შეტყობინებებს იღებს და არა ის, ვინც აგზავნის. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ სოციალური
ახლა კი დღის სხვა ამბები. ირლანდიის ქალაქ კილკენიში ყოველწლიური ევროპული კინოფესტივალის ფარგლებში ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ფილმის სიმინდის კუნძული ჩვენება ორჯერ გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქართულმა ფილმმა მაყურებლის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. აღნიშნული ღონისძიება ირლანდიაში ერთადერთი ევროპული კინოფესტივალია, სადაც ევროპულ ფილმებს ინგლისური სუბტიტრებით აჩვენებენ. შერეულ ორთა ბრძოლებში ქართველმა მებრძოლმა ლევან მაყაშვილმა რუსის სპორტსმენი დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა. ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ გამოდის მაყაშვილი რინგზე ქართული ცეკვის ფონზე. ახლა კი ნახოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილისაც საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგეძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგზავნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ამით ჩვენი გამოშვება დასრულდა. კარგად ბრძანდებოდეთ.